ეპიზოდის ჩაწერამდე გადავწყვიტე, რომ მოვიდე შავი ყავა როუსტერის კაფეში და აქ ჩავწეროთ ეპიზოდის ნაწილი. შავი ყავა როუსტერი არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ქართულ ბაზარზე, ძალიან გემრიელ ყავას ამზადებენ, მე ოფისში მხოლოდ მათ ყავას ვარ. გამარჯობა, როგორ ახართ? კარგად, მადლობა. კარგად, დიდი მადლობა. მე კლასიკურ ამერიკანოს ვავლებ, თუ შეიძლება ამერიკანო. კლასიკური მშვენიერი გადაწყვეტილება. მე ვიცი, რომ შავი ყავა როუსტერს რამდენიმე კაფე აქვს თბილისში და ვიცი, რომ ახალი კაფე გავხსენით Radio City-ში ეგრეა? Radio City-ში გავხსენით ახალი, დაახლოებით 2 კვირის წინ. საკმაოდ საინტერესო ინტერიერით, ძალიან თბილი თანამშრომლებით და უგემრიელესი ყავით, როგორც ჩვენ კომპანიის შავის ჩვევია. ეწვიეთ შავი ყავა როუსტერის ახალ კაფეს Radio City-ში ან სხვა ლოკაციებზე და დააგემოვნეთ ეს არაჩვეულებრივი ყავა. მე მიყვარს ყავა და დამიჯერეთ, ძალიან კარგი ყავა აქვთ. ...2025 წლის 8 დეკემბერს შესრულდა 45 წელიწადი, რაც ნიუ-იორკში მოკლეს ჯონ ლენონი. როდესაც ამ ეპიზოდს ვამზადებდი და ბევრი მასალა ნახე და უცებ შემხვდა ჯონ ლენონის ინტერვიუ, რომელიც მან 1978 წელს მისცა ამერიკელ ჟურნალისტებს და მე მინდა რომ თქვენ ჩემთან ერთად მოусმინოთ ამ ადამიანების ამ ინტერვიუს ნაწილს, ამ სიტყვებს. I think all our society is run by insane people for insane objectives. You know, and I think that's what I sussed when I was 16 and 12 way down the line, but I expressed it differently all through my life. It's the same thing I'm expressing all the time, but now I can put it into that sentence that I think we're being run by maniacs for maniacal ends, you know. If anybody can put on paper what our government and the American government, etc., and the Russian, Chinese, what they are actually trying to do, you know, and what they think they're doing, I'd be very pleased to know what they think they're doing. I think they're all insane, you know, but I'm liable to be put away as insane for expressing that. You know, that's what's insane about it. ამ ინტერვიუს შემდეგ 57 წელი გავიდა. მაგრამ ჩემი აზრით ისევ ძალიან აქტუალურია ჯონ ლენონის ეს სიტყვები. 2025 წელი ჩემი აზრით იყო ილუზიების გაქრობის წელი. ამ წელმა მსოფლიოს არ მოუტანა მშვიდობა და ჩემი ძალიან პესიმისტური დაკვირვებით მოუტანა უფრო შეგუება. ომთან შეგუება, რომელიც სამწუხაროდ არ მთავრდება გამარჯვებით. შეგუება იმასთან, რომ ომები მთავრდება მხარეების დაღლილობით და იძულებით, რომ რაღაცა ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ. ეს წელი ილუზიების გაქრობის წელი იყო. ილუზიების, რომ მსოფლიო უფრო დიდი წესრიგისკენ მიიწევს. არა, თუმცა ახალი წესრიგი ნამდვილად დამყარდა მსოფლიოში 2025-ში. ილუზიების, რომ ომები გამონაკლისი იყო და არა ნორმა. ილუზიების, რომ ყოველი კრიზისის მერე ჩვენ უფრო ბრძენები ხვდებით. სამწუხაროდ არ ხვდებით. ისევ და ისევ ხვდებით უფრო პრაგმატულები და უფრო ცინიკურები. ყოველ შემთხვევაში ის შეურაცხადი ადამიანები, რომელიც მართავენ ჩვენ მსოფლიოს და რომლებიც უფრო პრაგმატულები და ცინიკურები არიან. მაშ ასე დღეს ვსაუბრობთ 2025 წელზე, რომელიც ასრულებს 21 საუკუნის პირველ მეოთხედს. ან ყავას მომაწვე. მადლობა. ნამდვილად არ ვაპირებ ქრონოლოგიურად მოგიყვეთ ყველაფერზე, რაც 2025 წელს ხდებოდა მსოფლიოში. ბევრი რამ მოხდა, ალბათ როგორც ყოველთვის, იყო ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, გაგრძელდა კონფლიქტები, იყო მოლაპარაკებების მცდელობები, იყო გადატრიალებები, პროტესტები,
ბევრი რამ იყო ბუნებრივი კატაკლიზმები დაწყებული ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში გამანადგურებელი ხანძრებით და დამთავრებული საშინელი წყალდიდობით შრი-ლანკაში. ყველაფერს ვერ მოყვებით. 2025 წელს გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე, დაუბრუნდა მამის სახლს და კათოლიკურმა ეკლესიამ პირველად თავის ისტორიაში აირჩია ამერიკული პაპი ლეონ მე-14. ამიტომ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავამახვილოთ ყურადღება სამ თემაზე, სამ ასპექტზე და ეს იქნება ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი წელი. იქნება ბუნებრივია კონფლიქტი უკრაინაში და ყველაფერი რაც ხდებოდა ამ კონფლიქტის ირგვლივ და რასაკვირველია ვისაუბრებთ საქართველოზე. ჩვენს ქვეყანას ბუნებრივია ამ ეპიზოდში გვერდს ვერ აუვლით. მაგრამ ძალიან მიყვარს ეს, ძალიან მიყვარს სანამ გადავალთ, მე მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი. ეს არის პროექტი, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შექმნეს ფიზიკოსებმა, მეცნიერებმა, რომლებიც თავის დროზე მუშაობდნენ ამერიკის ბირთვულ პროგრამაზე და პროექტი შეიქმნა 1947 წელს, ანუ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სულ რაღაცა 2 წელიწადში. ამ ადამიანებმა შექმნეს ჟურნალი, რომლის გარეკანზე არის გამოსახული ციფერბლატი, 12 საათი ამ ციფერბლატზე მიანიშნებს ეგრეთ წოდებულ doomsdays, ანუ ქართულად შეიძლება დავარქვათ ამას განკითხვის დღე, ან ბოლო ჟამის დღე. და ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საათის და წამების ისრები გაჩერდებიან ან დადგებიან 12 საათზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლიოში დადგა განკითხვის დღე, ბოლო ჟამის დღე, დაიწყო აპოკალიფსი. ძირითადად ეს არის დაკავშირებული ბირთვულ კატასტროფასთან. თავის დროზე 1947 წელს, როდესაც ეს პროექტი შეიქმნა, საათის ისრები დააცილეს 12 საათს 7 წუთით. ვერ გეტყვით რითი ხელმძღვანელობდნენ მეცნიერები, როდესაც მხოლოდ 7 წუთით ააცილეს, მაგრამ იმის მერე წლების განმავლობაში ეს ისრები სულ იცვლება, ან უფრო უახლოვდება 12 საათს, ანუ უფრო ახლოვდება აი ამ ბოლო ჟამის დღეს, ან პირიქით უფრო აცილებულია. ეს არის დაკავშირებული იმ გეოპოლიტიკურ, პოლიტიკურ სიტუაციასთან სამყაროში, რომელიც ჩვენ გვაქვს. 24-ჯერ შეცვალეს, მე მგონი, ეს ისრები მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ რატო ყვები ამას დღეს? რადგან 2025 წლის იანვარში საათის ისრები ისევ გადაწიეს და დღეს ისრები დაცილებულია 12 საათს, დაცილებულია კატასტროფას, აპოკალიფს, აი ამ ბოლო განკითხვის დღეს, ბოლო ჟამის დღეს, მხოლოდ 89 წამით. და ეს არის ყველაზე მოკლე მონაკვეთი 12 საათამდე, რაც კი ყოფილა მთელი აი ამ პროექტის ისტორიაში. ბევრი თვლის, რომ აკრიტიკებს ამ პროექტს, თვლის, რომ არის ალარმისტული, არასერიოზული, შეიძლება დავეთანხმოთ მათ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, იმიტომაც დავიწყე 2025 წელზე აი ამ პროექტზე საუბრით, რადგან ის ძალიან კარგად ასახავს იმ სიტუაციას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მსოფლიოში. კონფლიქტი უკრაინაში, ის რაც მოხდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის წელს, როდესაც ეს ამ ორ ქვეყანას შორის და ორივე არის ბირთვული იარაღი აქვს ორივე ქვეყანას კონფლიქტში იყვნენ, საბედნიეროდ მალევე ეს კონფლიქტი მოგვარდა. გარდა ამისა, მთლიანობაში სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ყველა ეს ფაქტორი მიანიშნებს იმას, რომ მაინც და მაინც არა გვაქვს კარგად საქმე და ამ დღემდე სულ რაღაცა 89 წამი რჩება. აი ესეთი საინტერესო პროექტია. ეს მეცნიერები მუშაობენ ჩიკაგოს უნივერსიტეტში და ყოველწლიურად ისინი, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას
ისრებთან და დროის გადაწევასთან დაკავშირებით არიან მეცნიერები, ძირითადად ფიზიკოსები და მათ შორის არის 18 ნობელანტი, 18 ნობელის პრემიის 18 ლაურეატი. ესეთი ამბავია. კიდევ ერთი რამ, რაც მე მინდა გითხრათ, სანამ დავიწყებ იმ ძირითად სამ ასპექტზე გადასვლას, ტრამპზე, უკრაინაზე და საქართველოზე, ეს არის ამერიკული, ისევ და ისევ ამერიკული ჟურნალ Time-ის გარეკანი. ალბათ იცით, რომ ჟურნალი Time ყოველწლიურად თავის წლის ბოლოს, თავის გარეკანზე აქვეყნებს ეგრეთ წოდებულ Person of the Year, ანუ წლის პერსონა. ხანდახან ეს არიან კარგი ადამიანები, ისინი ვინც ძალიან კარგი გააკეთა მსოფლიოსთვის იმ წლის განმავლობაში, ხანდახან არც თუ ისე კარგი. ვერ გეტყვით, რომ მე დიდი თაყვანისმცემელი ვარ ამ იდეის, განსაკუთრებით იმის მერე, როდესაც 2007 წელს Time-ის გარეკანზე იყო დაბეჭდილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტო. მაგრამ იყო გამოქვეყნებული და ეს ადამიანი, რუსეთის ლიდერი გახდა person of the year არა რაღაცა ნეგატიური კონოტაციით და კუთხით, სულ არა, პირიქით მაშინ Time-ის სარედაქციო კოლეგიამ ჩათვალა, რომ 2007-ში პუტინმა ბევრი რამ გააკეთა, რომ ესე იგი მსოფლიო უფრო სტაბილური ყოფილიყო. მათი აზრით პუტინი იყო ის ლიდერი, ის პრეზიდენტი, რომელმაც პირიქით დაამშვიდა სამყარო იმ ქაოტური 90-იანი წლების შემდეგ. ვერაფრით ვერ დავეთანხმებოდი მე ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ 2007 წელს პუტინმა უკვე იმდენი რამ გააკეთა, რაც ნამდვილად მასზე არ მეტყველებდა როგორც პოზიტიურ ლიდერზე. უკვე იყო მომხდარი კურსკი, ნორდოსტი, ბესლანი, ორი ომი ჩეჩნეთში. და გარდა ამისა 2007 წელს პუტინი გამოვიდა მიუნხენის ცნობილ უსაფრთხოების კონფერენციაზე და ძალიან კარგად უთხრა დასავლეთს საერთოდ რა გეგმები ჰქონდა ჯერ კიდევ 2007 წელს. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ 2025 და 2025 წლის ბოლოს ჟურნალი Time თვლის, რომ ამ წლის Person of the Year არის არა ადამიანი, არამედ AI, ხელოვნური ინტელექტი. ჟურნალის გარეკანზე, როგორც ხედავთ, არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე. ამ შემთხვევაში ძალიან რთული არ დაეთანხმო Time-ის სარედაქციო კოლეგიას, რადგან მე ნამდვილად ვთვლი, რომ ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც დღეს ძირითადი, მთავარი და რეალური ძალაუფლება აქვთ ხელში. იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც იქმნება ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფარგლებში, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები ხდება მსოფლიოში. ამიტომ კი AI 2025-ში ნამდვილად არის person of the year. აქვე მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც უჩნდებათ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე სულ უფრო და უფრო აქტიურად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, მეც ვიყენებ, ჯერჯერობით მე ვიყენებ მას და არა ის მე, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა არის ის, შეცვლის თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანს სამუშაო ადგილებზე. ერთ-ერთი ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სულ ცოტა ხნის წინ მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ შემდეგი, ესე იგი 5-10 წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობა გაიზრდება დაახლოებით 5-დან 10%, 5-10%. და ეს განპირობებული იქნება იმით, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ძალიან ბევრ ეგრეთ წოდებულ white collars, ანუ თეთრ საყელოებიანებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ კომპანიებში, ბანკებში და ასე შემდეგ. ესეთი ვარაუდი არის. ბევრი ამას არ ეთანხმება. მე გონია, რომ ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით, რომ სწორი რეგულაციების, გარკვეული შეზღუდვების შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან თავაზიანად ვესაუბრები ჩემს ხელოვნურ ინტელექტს.
ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ ის, რაზედაც ჩვენ ვაპირებთ დღეს საუბარს, ვიტყვი იმას, რომ უკრაინამ, ახლო აღმოსავლეთმა და ათობით სხვა კრიზისმა მსოფლიოში ერთი რამ აჩვენა, რომ დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში ამ ახალი რეალობის, ახალი წესრიგის სიმბოლოა. 2025 წელს შეერთებულმა შტატებმა გლობალური შუამავლის როლს ასრულებდა და ეს როლი მოირგო ზუსტად დონალდ ტრამპმა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის მეთაურობით ამ ქვეყანამ მორალური ლიდერის როლი დაკარგა. თავარი ლოგიკა, რომელთაც ხელმძღვანელობს დონალდ ტრამპი, არის მხოლოდ მისი საკუთარი ინტერესები და მე არაერთხელ მithქვამ სხვა ეპიზოდებშიც, რომ დონალდ ტრამპი ძალიან ხშირად ყოველთვის უბრალოდ იქცევა როგორც ბიზნესმენი და არა როგორც პოლიტიკოსი. მის აი ამ პოლიტიკაში, მის გადაწყვეტილებებში, ჩემი აზრით, ღირებულებების ადგილი აღარ არის და ეს ნამდვილად არის სამწუხარო. 2025 წელს რუსეთიც არა გამარჯვებისთვის მუშაობდა და იქცეოდა, არამედ სისტემის გადარჩენისთვის თამაშობდა. კრემლის გადაწყვეტილებები არ იყო იმპულსური ან იდეოლოგიით განპირობებული. არა მათ უნდათ, რომ შეინარჩუნონ ის სტატუს quo, რომელიც არსებობს და უფრო მეტიც. და ამაზე ჩვენ დღეს კიდევ ვისაუბრებთ. მე მგონია და არა მარტო მე, ძალიან ბევრი ექსპერტს, ანალიტიკოსს მგონია, რომ პუტინი პირადად არის დაინტერესებული ამ ომის გაგრძელებაში. მას არც მოლაპარაკება, არც ამ კონფლიქტის მოგვარება არ უნდა. მაშასე მოდით გადავიდეთ ჩვენი ეპიზოდის პირველ საკითხზე, პირველ თემაზე და ეს არის დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი წელიწადი. დონალდ ტრამპმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს. ბევრისთვის ეს იყო დიდი სიურპრიზი, ბევრისთვის ეს იყო შოკი. 20 იანვარს, უკვე 25 წლის 20 იანვარს ტრამპი მეორედ შევიდა ოვალურ კაბინეტში, თეთრ სახლში და შეუდგა თავისი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას. ძალიან რთულია ახლა ვილაპარაკოთ ყველაფერზე, რა გააკეთა, რა თქვა, რა განცხადებებს აკეთებდა დონალდ ტრამპი. მე უბრალოდ ვეცდები, რომ ჩამოვთვალო ყველაზე საკვანძო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ხანდახან შოკის მომგვრელი მისი გადაწყვეტილებები და განცხადებები. მაგრამ მინდა დავიწყო იმ გუნდით, რომელიც მუშაობს დონალდ ტრამპთან ერთად. და აქ მე მინდა მოვიყვანო ბევრი ექსპერტის, ბევრი ანალიტიკოსის აზრი, რომლებიც თვლიან, რომ პირველი ვადისგან განსხვავებით, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ, ნამდვილად მუშაობდა ბევრი პროფესიონალი და ესეთი წესიერი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი. ამ შემთხვევაში და ეს სხვადასხვა ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ბევრმა მათგანმა დატოვეს თავისი თანამდებობები, ბევრი გადავიდა ტრამპის ოპოზიციაში და დღეს არიან ესეთი ძალიან აქტიური კრიტიკოსები ამერიკის პრეზიდენტის. 2025-ში ტრამპის ახალი ადმინისტრაცია შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც ინგლისურად ეძახიან yes men-ებს. ანუ ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე, რასაც ამბობს, ან აკეთებს დონალდ ტრამპი, წარმოუდგენლად ეგოისტი, მანიაკალურად ეგოისტი ადამიანი, ყველაფერზე ეუბნებიან კის, yes. და ეს ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ მათ შორის არიან უბრალოდ არაპროფესიონალები, მარტო ის რა დღის, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრი არის ყოფილი Fox-ის ყოფილი ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი სერიოზული სამხედრო გამოცდილება და მით უმეტეს ამ სფეროს, უსერიოზული სფეროს, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე დიდ ქვეყანაზე მსოფლიოში, ხო, ყველაზე მძლავრ ქვეყანაზე მსოფლიოში, არანაირი სერიოზული მენეჯერული გამოცდილებაც და მით უმეტეს ამ სფეროს გამოცდილება ნამდვილად არ აქვს. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ თავიდან, როდესაც უკვე ტრამპი შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, ესე ჩანდა ყოველ შემთხვევაში, მისი მარჯვენა ხელი იყო ერთ-ერთი ყველაზე
დიდარი ადამიანი მსოფლიოში ილონ მასკი. ილონ მასკიც არის Time-ის გარეკანზე, ყდაზე, როგორც ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი. ილონ ცოტა ერთ-ერთ ეპიზოდში ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ეს რომანი ილონ მასკსა და ტრამპს შორის ნამდვილად მალე დასრულდებოდა და ესეც მოხდა უკვე მაისისთვის ილონ მასკმა, რომელსაც თავიდან ტრამპმა ჩააბარა ფინანსების, სახელმწიფო ფინანსების და ზოგადად სახელმწიფო აპარატის მუშაობის ოპტიმიზაცია, მაისისთვის ეს ორი ადამიანი უკვე დაცილდნენ ერთმანეთს. აბა ეხლა როგორ აიტანდა ტრამპი ილონ მასკს თავის პატარა შვილთან ერთად ოვალურ კაბინეტში და ორი ესეთი ტიპაჟი, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი და ილონ მასკი, დიდხანს ნამდვილად ერთად ვერ იმუშავებდნენ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს წარმოუდგენელი სკანდალები, რომელიც წელს მოხდა და ეს იყო ის ფაქტები, რომელიც კიდევ და კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადმინისტრაციის არაპროფესიონალიზმზე. მაგალითად, როდესაც ტრამპის მრჩეველი უშიშროების საკითხებში მრჩეველმა შექმნა სიგნალში, შექმნა ჩატი, სადაც იყვნენ ძალიან მაღალჩინოსანი წარმოადგენლები ადმინისტრაციის, იქ იყო ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი, იქ იყო სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო, პიტ ჰექსეთი, სხვები აი ესეთი ჩატი შექმნა, სადაც განიხილავდნენ სერიოზულ პოლიტიკურ, სტრატეგიულ, ტაქტიკურ საკითხებს, საიდუმლო საკითხებს და მაშინ კერძოდ იყო საუბარი ხუსიტების, ესე იგი, იერიშის მიტანაზე ხუსიტების ბანაკებზე. აი ამ ჩატში ამ ადამიანმა ჩართო ჟურნალისტი, გამოცემა ატლანტიკის, ესე იგი, კორესპონდენტი, რომელიც აბსოლუტურად გაოგნებული იყო იმის გამო, როგორ მოხდა ამ ჩატში და გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ განიხილავდნენ უსერიოზულეს საკითხებს აი ეს ადამიანები. შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ გოლდბერგმა, ამ ჟურნალისტმა, უბრალოდ გარდა იმისა, რომ გამოაქვეყნა, შეატყობინა ადმინისტრაციას ამ შეცდომი წარმოუდგენელი შეცდომა ადრე ალბათ ამის გამო იმპიჩმენტად მივიდოდა საქმე, მაგრამ ამ შემთხვევაში შემოიფარგლეს მხოლოდ იმით, რომ აი ამ უშიშროების საკითხებში მრჩეველმა ტრამპის დაკარგა სამსახური. იყო შემთხვევა, როდესაც იგივე ჰექსეთმა და თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას, როდესაც ხვდებოდა საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, აი ამ შეხვედრას დაასწრო თავისი მეუღლე. ეს სტუმრები გაგიჟებულები იყვნენ, ეს ქალი ვინ არისო, ეგონათ რომ მუშაობს ადმინისტრაციაში, მე შემდეგ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ მეუღლეა. მოკლედ აი ესეთი ამბები ხდებოდა და სამწუხაროდ ხდება თეთრ სახლში და იმიტომაც ჩვენ საუბრობთ რომ იმაზე რომ 2025 გახდა ისეთი სერიოზული ტექტონიკური ცვლილებების წელი, როდესაც აი ძალიან აი ეს წესრიგი, რომელიც იყო მსოფლიოში ნამდვილად არის შეცვლილი. პირველი განკარგულებები, რომელსაც დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი, როდესაც შევიდა ოვალურ კაბინეტში, იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მინიჭების შეზღუდვა, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც ეს არის უბრალოდ იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც იბადებიან ამერიკაში, მხოლოდ ეს არ არის უკვე საკმარისი. გარდა ამისა, აქ იყო საუბარი მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების და მინიჭების უფლება და ასევე მოაწერა ხელი განკარგულებას დაიწყო პროცესი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გამოსვლის და პარიზის შეთანხმების კლიმატის შეთანხმება, რომელიც ეხება კლიმატს, აი ამ შეთანხმებიდან გამოსვლის, ამერიკის გამოსვლის გადაწყვეტილებებს. ეს იყო პირველი განკარგულებები, პირველი გადაწყვეტილებები, რომელიც იყო ლოგიკური, თუ შევხედავთ იმას, თუ რაზე საუბრობდა დონალდ ტრამპი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. შემდეგ მან გააგრძელა ეს საუბრები და უკვე პრეზიდენტის რანგში განაცხადა ამერიკის ტერიტორიულ პრეტენზიებზე და აქ უკვე იყო საუბარი იმაზე, რომ მაგალითად მეზობელი კანადა
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ახლო არ მარტო მეზობელი, არამედ პარტნიორი უკვე 10 წლეულების განმავლობაში კანადა უნდა გამხდარიყო და გახდეს, თუმცა ამაზე უკვე ესე აქტიურად ტრამპი აღარ საუბრობს, ამერიკის 51 შტატი. გაგიჟდნენ კანადელები, რა რეაქცია იქნებოდა იქ მოგეხსენებათ. შემდეგი სამიზნე გახდა გრენლანდია, რომელიც შედის დანიის სამეფოს შემადგენელი ნაწილია. გრენლანდიის ყიდვაზე საუბრობდა და პანამის შემთხვევაში ტრამპმა განაცხადა, რომ პანამას უნდა წაართვას პანამის არხი. თავიდან ეს ამაზე ბევრს საუბრობდა, რაც კიდევ და იყო ისევ და ისევ იყო გაგრძელება იმ წინა საარჩევნო განცხადებების, დაპირებების, კი ბატონო, დღესდღეობით უკვე ნაკლებად საუბრობს ამაზე. შემდეგ ტრამპის განცხადებები ბუნებრივია, ისევ გაგრძელება, ეხებოდა იმას, რაც მსოფლიოში დაერქვა სავაჭრო ომები. რადგან ტრამპმა გადაწყვიტა ან დააწესოს, ან გაზარდოს ტარიფები ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. აქ იყო საუბარი მეზობელ ქვეყნებზეც, ამერიკის კონტინენტზე, აქ იყო საუბარი პირველ რიგში ჩინეთზე და ძალიან ესე იგი სერიოზულად ჯერ გაზარდეს, შემდეგ შეცვალეს ეს გადაწყვეტილება და ევროკავშირზე და საერთოდ ზოგადად ძალიან ბევრ ქვეყანაზე. მთელი აი წითელ ხაზად ესე იგი მიყვებოდა ეს გადაწყვეტილებები მთელ აი ამ 2025 წელს, რადგან ჯერ ერთ განცხადებას აკეთებდა, მეორე განცხადებას იცვლიდა ამ გადაწყვეტილებებს, ევროკავშირის მოელაპარაკა, ჩინეთის პრეზიდენტს, ლიდერს სიციპინს შეხვდა და იქ ესე იგი ისევ ცოტა შეამცირეს ეს ტარიფები. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ კი, ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია ეს სავაჭრო ომების თემა, თუმცა რაღაცა გარკვეული, რა ვიცი, მორატორიუმივით გამოცხადდა ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთი უმტკივნეულესი თემა და საკითხი, რომელსაც ტრამპმა დაუთმო ბევრი დრო, ეს იყო და თავიდან ამას აკეთებდა ზუსტად ილონ მასკთან ერთად, ეს იყო ამერიკის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შეჩერება. მისი არგუმენტი იყო, რომ ამერიკამ, როგორც გეუბნებით, ეს ადამიანი ფიქრობს როგორც ბიზნესმენი და არა როგორც პოლიტიკოსი, არა როგორც იმ ამერიკის ლიდერი, რომელიც ფიქრობს იმ ღირებულებებზე, რომელსაც კი, ნამდვილად ავრცელებდა ეს ქვეყანა. ამ შემთხვევაში, რა ვიცი, გადახედეს მან და ილონმა რაღაც ეს ჰუმანიტარული დახმარება ვის რათ უნდა, ამიტომ დაიხურა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სააგენტო ჰუმანიტარული დახმარების USAID და გარდა იმისა, რომ USAID ძალიან ბევრმა თანამშრომელმა ამერიკაში და ასევე ძალიან ბევრ ქვეყანაში და არც საქართველო არ იყო გამონაკლისი ამ შემთხვევაში დააკარგა სამსახური, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე იყო ის, რომ უბრალოდ დაიხურა, გაჩერდა ძალიან ბევრი ჰუმანიტარული პროექტი და ეს უმტკივნეულესი საკითხი იყო აი ამ ქვეყნებისთვის, ადამიანების გარკვეული ჯგუფებისთვის, და მათთვის ეს დახმარება იყო უმნიშვნელოვანესი. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო აპარატში, აი ამ ოპტიმიზაციის, ფინანსების და ზოგადად სახელმწიფო აპარატის ოპტიმიზაციის ლოზუნგით, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ეს არის არალეგალური მიგრანტების თემა ამერიკაში. აი ამ განცხადებების ოპერაციების ფარგლებში და აქ იყო უკვე საუბარი ჯარის შეყვანაზე რამდენიმე ქალაქში, ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა, რადგან უბრალოდ ქუჩაში იჭერდნენ და იჭერენ მიგრანტებს და შემდეგ ესე იგი აგზავნიან თავიანთ ქვეყნებში. ესეც იყო იმ მისი კამპანიის დაპირებების გაგრძელება, მაგრამ რაღაცა წარმოუდგენელი ფორმები მიიღო აი ამ კამპანიამ.
მგონია. აი ამ გადაწყვეტილებებმა, ამ ნაბიჯებმა ბუნებრივია გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება ამერიკულ საზოგადოებაში, ქვეყნის თითქმის ნახევარი ისედაც არ უჭერდა მხარს ტრამპს, მაგრამ გარდა ამისა ტრამპს გაუჩნდა ბევრი კრიტიკოსი რესპუბლიკელების რიგებში. ბევრი რესპუბლიკელი ამ პარტიის წარმომადგენელი დღეს აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტს და აქვე ვიტყვი იმას, რომ ტრამპის რეიტინგი აი ამ პერიოდში თითქმის 1 წლის განმავლობაში დაეცა 51%-დან 40%-მდე. ეს სხვა შორის მოდი უნდა ვიყოთ სამართლიანები, არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატების რეიტინგმა აიწია, ნამდვილად არა, იგივე პერიოდში დემოკრატიული პარტიის რეიტინგი დაეცა 17%-ით. ზოგადად ჩვენ საუბრობდით იმ კრიზისზე, შეიძლება ითქვას ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ეპიზოდში, რომელიც ეძღვნებოდა ამ წლის კიდევ ერთ newsmakers, ახალ სოციალისტ მილენიალ მერს, ნიუ-იორკის მერს ზოჰრან მამდანის. საერთოდ ზოგადად ხალხო რა სამყაროში ვცხოვრობთ, ესე იგი ტრამპი მხარს უჭერს ძალიან ბევრ რამეში რუსეთს, იმ უშიშროების იმ კონცეფციაში, იმ სტრატეგიაში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, მეტწილად არის ევროპის კრიტიკა და ძალიან 1-2 სიტყვით არის ნახსენები რუსეთი. ამასთანავე ნიუ-იორკს ყავს სოციალისტი მერი. ხო, ესეთი სიტუაცია სამყაროში. კიდევ ერთი სამიზნე ტრამპის გახდა არაერთი მსხვილი უნივერსიტეტი. ამერიკის და ყველაზე ნათელი მაგალითი ამის იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი. ჰარვარდმა უარი თქვა სტუდენტების მიღების იმ წესზე, რომელსაც ტრამპი და ახალი ადმინისტრაცია სთავაზობდა. ტრამპის არგუმენტი იყო, რომ ესე იგი ესეთი უნივერსიტეტები, როგორც არის ჰარვარდი და ბევრი სხვა, ავრცელებენ ანტიამერიკანულ პოლიტიკას, ანტისემიტიზმს თესავენ და ამის გამო და ჰარვარდი ამ კრიტიკას არ იღებდა და ამის გამო სახელმწიფომ შეუწყვიტა ფინანსური დახმარება ამ უნივერსიტეტს და საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება იყო დაახლოებით $2 მილიარდ შეადგენდა. აკადემიური წრეების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ეს მეტყველებს მხოლოდ მათი აკადემიური ავტონომიის შეზღუდვაზე და ზეწოლაზე. ტრამპის საპრეზიდენტო ვადის, მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველ წელს მოხდა ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნი, მთავრობის შატდაუნი ამერიკის ისტორიაში. ის გრძელდებოდა 53 დღე. შეგახსენებთ რა არის შატდაუნი? ეს არის სიტუაცია, როდესაც მთავრობა წყვეტს მუშაობას, სახელმწიფო მოხელეებს აღარ უხდიან ხელფას, იმის გამო, რომ პრეზიდენტი და კონგრესი ვერ თანხმდებიან მომავალი წლის ბიუჯეტზე. სხვათა შორის პირველი ვადის დროს მაშინაც იყო შატდაუნი. ტრამპის პირველი ვადის დროს მაშინაც მოხდა მთავრობის შატდაუნი, მაშინ საუბარი და პრობლემატური საკითხი იყო მექსიკასთან კედლის აშენება და ტრამპს უნდოდა ამის დაფინანსება, კონგრესი ამაზე არ თანხმდებოდა, შემდეგ როგორც იქნა, ესე იგი მიაღწიეს გარკვეულ კონსენსუსს და ნაწილობრივ, ესე იგი ამ კედლის მთლიანად არ აშენდა ეს კედელი, რაღაცა ნაწილი აშენდა, დაუფინანსა, დათანხმდა კონგრესი ამის დაფინანსებაზე. წელს ესეთი დილემა და საკითხი, რომელზეც მხარეები ვერ ახდენენ კონსენსუსს, იყო ჯანდაცვის საკითხები და სამედიცინო დაზღვევის საკითხები. ამიტომ ამის შედეგი იყო ის, რომ 53 დღის განმავლობაში სახელმწიფო მოხელეებს არ უხდიდნენ ხელფას და ესეთი ისტორიულ რეკორდს მიაღწია, ესე იგი ამერიკის მთავრობის შატდაუნმა. მე გადავალ საგარეო პოლიტიკაზე აუცილებლად, მაგრამ იქამდე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შოკის მომგვრელი განცხადებების, რასაც ტრამპი ამბობდა მთელი წლის განმავლობაში, გადაწყვეტილებების და ამან არაერთი საკმაოდ მასობრივი პროტესტი გამოიწვია ამ ქვეყანაში, ალბათ მაინც ყველაზე მტკივნეული საკითხი პირადად მისთვის, მაინც აღმოჩნდა ეპსტეინის ფაილები. შეგახსენებთ
Epstein-ი, რომელიც იყო ფინანსისტი და რომელიც 2008-ში დაიწყო მის წინააღმდეგ გამოძიება და 2017-ში დააკავეს, შემდეგ ესე იგი დაადანაშაულეს და ეს დამტკიცდა სექს ტრაფიკინგში. სულ არსებობდა ესეთი ვერსია და თვითონ ტრამპი კამპანიის დროს ამაზე ძალიან ბევრს საუბრობდა, რაღაცა Epstein-ის ეგრეთ წოდებული სიები, ფაილები, რომელშიც იყო ბევრი ცნობილი ადამიანის, პოლიტიკოსის სახელი, რომელიც, არ ვიცი, მონაწილეობდა Epstein-ის მიერ აი ამ მოწყობილ, არ ვიცი, შეკრებებში, ორგიებში, როგორც არის. ტრამპი კამპანიის დროს პირდებოდა საზოგადოებას, რომ აუცილებლად გახსნიდა ამ ფაილებს, თუ კი ეს ფაილები საერთოდ ზოგადად არსებობდა და როგორც გაირკვა, არსებობს ნამდვილად, თუმცა არის ბევრი ვერსია ამ სიებთან დაკავშირებით. მოკლედ, როგორც კი ტრამპი შეუდგა საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას, რატომღაც დაიწყო, ესე იგი, შეზღუდვა ამ ფაილების გამოქვეყნების. მთელი წლის განმავლობაში იყო დავა, ბევრი რესპუბლიკელი, გვავიწყდება, მეგობრებო, რომ ამერიკა არის საკმაოდ პურიტანული ქვეყანა. ამიტომ მათთვის ეს საკითხი იყო განსაკუთრებულად მტკივნეული, უნდოდათ აი ამ ფაილების გამოქვეყნება და ამას ითხოვდნენ იუსტიციის დეპარტამენტისგან და პირველ რიგში ტრამპისგან და ტრამპი რატომღაც თავს იკავებდა, სულ ესე იგი საუბრობდა იმაზე, რომ არ არის აუცილებელი. მოკლედ, ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არ არის ეს პროცესი ნამდვილად დასრულებული, მაგრამ აი სულ ცოტა ხნის წინ იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო ამ ფაილების გამოქვეყნება, ათასობით დოკუმენტზე, ფოტოზე, ვიდეოზე არის საუბარი. ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და არის არაერთი მტკიცებულება, რომ ტრამპი და Epstein-ი ძალიან კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, რაღაცა Epstein-ის წვეულებებზეც ყოფილა ტრამპი, ესეთი მეგობრული ურთიერთობაც ჰქონდა, მაგრამ ამ ფაილებში ტრამპი ჯერჯერობით არ ჩანს. კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ფოტო და მტკიცებულება. ჯერჯერობით აქცენტი კეთდება ბილ კლინტონზე, იქ არის რაღაცა ვარსკვლავებზეც საუბარი, მაიკლ ჯექსონი, დაიანა როსი, ბევრი სხვა ძალიან ცნობილი ადამიანი. ეხლა აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები რაღაცნაირად მონაწილეობდნენ ამ კრიმინალურ საქმიანობაში, რამენაირად ან მონაწილეობდნენ, ან იცოდნენ, რას აკეთებდა Epstein-ი, ნამდვილად არა. თუმცა დრო გვაჩვენებს ყველაფერს, მაგრამ ჯერჯერობით ტრამპზე არ არის საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელსაც ეს ალბათ ტრამპისთვის, აი შიდა საკითხებზე თუ საუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი და ეს თემა Epstein Files ნამდვილად გაგრძელდება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ტრამპის მთავარი მიზანი, მთავარი სურვილი არის ის, რომ ის გამოვიდეს შემრიგებლის როლში. იმიტომაც იყო, რომ ტრამპს ჰქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ მას მიანიჭებდნენ ნობელის პრემიას. აბსოლუტურად აბსურდული სურვილი იყო, იმიტომ რომ 2025-ში ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში ანიჭებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა კარგი გააკეთეს სამყაროსთვის 2024-ში და მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი. მაგრამ მაინც ჰქონდა. FIFA მისცა ესე იგი ეს წოდება. მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპი ძალიან აქტიურად შეუდგა აი ამ შემრიგებლის მედიატორის როლის შესრულებას. ისიც გვახსოვს ძალიან კარგად, რომ კამპანიის დროს ტრამპი საუბრობდა იმაზე, საერთოდ ხშირად ამბობს რაღაცას, მე ავიწყდება, მე გეგონება თვითონ არ თქვა, რაღაცა ესეთი ამბები ხდება, მის თავს არა, ჩვენს თავს, აი ამ სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ. მოკლედ, ამ კამპანიის დროს ტრამპი ძალიან ხშირად საუბრობდა იმაზე და დეპადების დროსაც არაერთხელ უთქვამს, რომ ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს კონფლიქტი, კერძოდ კონფლიქტი უკრაინაში და არც ის სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ისრაელში 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ საერთოდ არ იქნებოდა. მაგრამ შემდეგ ამბობდა, რომ არაუშავს, მე თუ გავხდები პრეზიდენტი, ერთ დღეში მოვაგვარებ ამ კონფლიქტს. გახდა პრეზიდენტი, მაგრამ ნურას უკაცრავად. ერთ დღეში კი არა, მე შეცვალა, ერთ დღეში არა, 100 დღეში მოვაგვარებ. არც 100 დღეში ვერ შეძლო ბუნებრივია ამ კონფლიქტის მოგვარება. მაგრამ
აი ეს როლი მედიატორის მისთვის არის ძალიან, არ ვიცი, მნიშვნელოვანი. ამიტომ იყო არაერთი მცდელობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეთამაშა ეს შემრიგებლის როლი. ნუ ახლა რა გამოვიდა ვხედავთ, ჯერ ეს ერთი იყო წარმოუდგენელი შეხვედრა ტრამპის და ზელენსკის წლის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ვიზიტი ამერიკაში, მაშინ ამერიკას და უკრაინას უნდა მოეწერათ ხელი გარკვეული ხელშეკრულებისთვის, რაღაც იშვიათ მეტალებზე და ასე შემდეგ, ამის მოპოვებაზე ამერიკის მხრიდან უკრაინაში, მაგრამ ის სცენა, რომელიც მე ვიტყოდი გათამაშდა მაშინ იმ კაბინეტში, აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. მსოფლიოს არასოდეს არ უნახავს არაფერი მსგავსი თეთრი სახლის კედლებში, ყოველ შემთხვევაში რაც იყო ხოლმე გამოქვეყნებული. აი ის დაცინვა და დამცირება, რომელიც დახვდა ზელენსკის იმ კაბინეტში, როგორც ტრამპის მხრიდან, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის მხრიდან, ხო ძალიან მძიმე საყურებელი იყო და მაშინ ისიც უნდა ითქვას ზელენსკიმ ვერ შეიკავა თავი და აბსოლუტურად არადიპლომატიურად, ესე იგი, პასუხობდა ამერიკელ პოლიტიკოსებს. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ არანაირ ხელშეკრულებას არ მოეწერა ხელი და ზელენსკიმ დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ შემდეგ ჩვენ გვახსოვს ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა უკვე რომში, როდესაც ორი პრეზიდენტი ესწრებოდა რომის პაპის დაკრძალვას და შემდეგ ახალი პაპის ინაუგურაციას და აი მე ძალიან კარგად მახსოვს ეს ფოტო წმინდა პეტრეს ტაძარში, აი ეს ორი ადამიანი როგორ საუბრობდა. არ ვიცი, ალბათ ზელენსკი ყველანაირად ცდილობდა ადამიანურად, რა ვიცი, აეხსნა ტრამპისთვის, რატომ არ უნდა დატოვოს ამერიკამ უკრაინა. და შემდეგ პრინციპში იმასაც ისიც უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება ითქვას რაღაცა ურთიერთობა ამ ქვეყნებს შორის ცოტა უფრო დალაგდა. თავიდანვე ეს არის ძალიან ბევრი ექსპერტის, ანალიტიკოსის, დამკვირვებლის აზრი, იყო ესეთი განცდა, ხო, შეიძლება ესე ითქვას, რომ ტრამპს მოწონს პუტინი, რომ პუტინი არის მისი მეგობარი. რთულია ამას არ დაეთანხმო, იმიტომ რომ ზოგადად მე და არა მარტო მე გვჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპს ზოგადად მოწონს ესეთი მისი აზრით ძლიერი ლიდერები. მას მოწონს პუტინი, ამ ყველა ქვეყანას ხელმძღვანელობს, ცოტა შეიძლება შულს კიდევაც ესე ავტორიტარულად რო ხელმძღვანელობს, სი ძინპინი ჩინეთის ლიდერი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, ჩვენ გვახსოვს პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ზუსტად კიმ ჩენ ინს შეხვდა, არაფერი არ გამოვიდა ამ შეხვედრიდან, მაგრამ მაინც. ხო, სხვა ქვეყნებზე და ევროპაზე მით უმეტეს საერთოდ არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ტრამპმა წელს ისევ და ისევ გააგრძელა საუბარი, რომ ამერიკის კონტრიბუცია ნატოში უნდა იყოს ნამდვილად შეკვეცილი და შემცირებული და ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ამაში რთულია, მართალი რომ გითხრათ, არ დაეთანხმო ტრამპს და ამაზე ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ევროპა მისთვის არის ძალიან სუსტი. და ევროპელი ლიდერები და პუტინის, მაგრამ რაზე ვსაუბრობდი? იმაზე, რომ ტრამპს მოწონს პუტინი და იყო ეს შიში, რომ შეიძლება ტრამპმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდანვე პრინციპში უკრაინა დამარცხდეს ამ კონფლიქტში. მაგრამ რა მოხდა? ჩვენ გვახსოვს ჯერ ერთი ეს შეხვედრა ალასკაზე, სადაც შეხვდნენ ტრამპი და პუტინი, რაც პირდაპირ ვთქვათ, იყო ძალიან სერიოზული დიპლომატიური ჩავარდნა, იმიტომ რომ შეხვედრა არ იყო მომზადებული. ტრამპს, როგორც ჩანს, ჰქონდა განცდა, რომ რაღაცაზე მაინც მხარეები შეთანხმდებოდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა. იცით რატო არ მოხდა და ამაზე კიდე შეიძლება ვთქვათ, როდესაც ვისაუბრებთ უკრაინაზე, იმიტომ რომ პუტინს არ უნდა ამ ომის გაჩერება. პუტინისთვის ამ ომის გაგრძელება არის ის, რითაც ეს ადამიანი 73 წლის ლიდერი ცხოვრობს და რისგანაც, არ ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ სიამოვნებასაც კი იღებს.
ეს არ მოეწონა ტრამპს, იმიტომ რომ რატომ ისევ და ისევ ბიზნესმენის ესე იგი მენტალიტეტი, მას უნდა შედეგი. აქ აღარ არის ლაპარაკი ვინ უფრო მეტად მოწონს ზელენსკი რო არ მოწონს და ამას თავისი ბექგრაუნდი აქვს და ისტორია რატომ არ მოწონს, ჯერ ეს ერთი თვითონ ტიპაჟურად არ მოწონს და მაგათ აქვს თავისი ისტორია, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ ეპიზოდში, რომელიც ეძღვნება ვოლოდიმირ ზელენსკის. მაგრამ ტრამპს ამაზე უფრო მეტად ტრამპს არ მოწონს ის ფაქტი, რომ მას უშლიან ხელს აი ამ მის მედიატორულ შემრიგებულ როლში, რომ ის გამოვიდეს ადამიანად, პოლიტიკოსად, ამერიკის დიდ პრეზიდენტად, რომელმაც მოაგვარა ეს კონფლიქტი. და ძალიან ცხადია, რომ ყველაზე მეტად აი ამ ორ ქვეყანას შორის უფრო მეტად ამ როლის შესრულებაში ტრამპს ხელს უშლის რუსეთი და არა უკრაინა. იმიტომაც შემდეგ იყო გადაწყვეტილებები, როდესაც ტრამპი დათანხმდა სამხედრო დახმარების გაწევაზე უკრაინისთვის. მართალია იმას დათანხმდა, რომ ესე იგი ევროპამ იყიდოს ამერიკისგან იარაღი. მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამერიკამ არ უნდა შეწყვიტოს დახმარება უკრაინის, იმიტომ რომ ეს თუ ეს მოხდა, ეს ნამდვილად იქნება დამღუპველი უკრაინისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ იყო საუბრები კიდევ ერთ შეხვედრაზე პუტინსა და ტრამპს შორის და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ შეხვედრა საერთოდ არ შედგა. ეტყობა, მაინც, ყველაზე ესეთი ეტყობა მეტნაკლებად საღად მოაზროვნე ადმინისტრაციაში, მაინც არის სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო და მან მე მგონი დაარწმუნა ტრამპი იმაში, რომ ისევე როგორც ალასკაზე არანაირად არ არის მომზადებული არც შეხვედრა და შეხვედრისთვის არა, რაღაცა შედეგს უნდა მიაღწიონ, ხო, რაღაც შედეგი უნდა დაიდოს და არ არის არანაირი წინაპირობა ამ შედეგის და ამიტომ შეხვედრას არ ქონდა აზრი და ეს რაღაცა ვირტუალური თუ ილუზორული შეხვედრა ბუდაპეშტში საერთოდ არ შედგა. უკრაინაზე ჩვენ დღეს კიდე ვისაუბრებთ, ამიტომ მე მინდა გავაგრძელო საუბარი ტრამპზე, როგორც აი მედიატორზე. ტრამპი და სხვა შორის აი ამ სტრატეგიაში, უსაფრთხოების სტრატეგიაში, იქ წერია, რომ ესე იგი ამერიკამ წელს და დონალდ ტრამპმა მოაგვარა 8 კონფლიქტი. არ ვიცი, ეტყობა იცით როგორი ითვლიდა, აი ინდოეთი 1, პაკისტანი 2, აქ გაჩნდა ახალი კონფლიქტები. როგორც ტრამპმა თქვა, მაგალითად, აბებაიჯანი და ალბანეთი გაგიჟდა, ალბანეთი გადაირია ეს ხალხი თურმე. მერე დაწყნარდა, იმიტომ რომ აბებაიჯანი საერთოდ არ არსებობს და კიდეკა ესე იგი კონფლიქტი არ ქონია, მაგრამ სომხეთის და აზერბაიჯანის ხელშეკრულებაზე ეს სხვათა შორის ზამბერს ეშლება, ეს არ იყო peace deal, ეს არ იყო სამშვიდობო ხელშეკრულება, ეს არის სერიოზული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იმაზე, რომ არ განაახლონ სამხედრო კონფლიქტი. მაგრამ გვახსოვს ეს შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის ჩამოართვეს ხელი და შემდეგ ისიც გვახსოვს, როგორ საუბრობდა ამაზე ტრამპი. იცით რა, აქვე ვიტყვი, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ბაიდენი და განსაკუთრებით კამპანიის დროს, როდესაც ბაიდენმა სამწუხაროდ გადაწყვიტა, რომ მაინც უნდა იყაროს კენჭი კიდევ კაი მერე გადაიფიქრა, ტრამპი ძალიან ბევრს საუბრობდა ბაიდენის პრობლემებზე, კოგნიტიურ პრობლემებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც იყო განპირობებული მისი ასაკით და ჯანმრთელობის მდგომარეობით. კი, იმ ადამიანს ნამდვილად, ესე იგი, ჰქონდა ეს პრობლემები, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ სურათს, როდესაც 78 წლის ტრამპსაც აქვს ეს პრობლემები. კოგნიტიური პრობლემები, ძალიან არაერთ შეხვედრაზე, ფორუმზე ჩვენ გვინახავს ჩაძინებული ტრამპი, ქვეყნების სახელები ავიწყდება, ახალ ქვეყნებს იგონებს. ხო, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ამ ადამიანს ნამდვილად სერიოზული
პრობლემები აქვს და ამ შემთხვევაში, მე მგონი არც ადრე არ გამოირჩეოდა დიდი ცოდნით გეოგრაფიის, გეოპოლიტიკის და ასე შემდეგ, მაგრამ ასაკთან ერთად, მოდი მაპატიოს ბატონმა დონალდმა, მე მგონი ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მაგრამ ტრამპმა, ესე იგი, გააგრძელა თავისი როლი როგორც მედიატორის და ძალიან ამაყია იმით, რომ, ყოველ შემთხვევაში როგორც ison თulis, რომ მან მოაგვარა კონფლიქტი ისრაელსა და ჰამას შორის. ანუ ის სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ისრაელში და გაზას სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბრის საშინელი ტერაქტის შემდეგ, ტრამპმა ითამაშა მთავარი როლი. გარკვეული როლი ნამდვილად ტრამპმა ითამაშა, ეს უნდა ვაღიაროთ, ნამდვილად აქტიური სამხედრო მოქმედებები, ღაზას დაბომბვა, ჰუმანიტარული დახმარების არ მიწოდება ამ სექტორისთვის ნამდვილად ეს ყველაფერი შეწყდა, მაგრამ მართალი გითხრათ, ძალიან რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში დამყარდა სრული სიმშვიდე და მშვიდობა. კიდევ ერთხელ 2025 წელს მშვიდობა სამყაროსთვის, მსოფლიოსთვის არ მოუტანია. ჩვენ ისიც გვახსოვს, როგორ დაუჭირა მხარი ამერიკამ ისრაელს, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთობლივი ოპერაცია განახორციელეს ირანის წინააღმდეგ. ზოგადად ისრაელი წელს იყო ძალიან აქტიური აი ამ თავის სამხედრო გეოპოლიტიკურ ძვრებში და ნაბიჯებში და ირანის ბირთვულ იმ ობიექტებზე, სადაც ირანი მუშაობდა საკუთარ ბირთვულ პროგრამაზე, მიიტანეს იერიში, როგორც ისრაელმა, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და 12 ესე დაერქვა 12 დღიანი ომი, როდესაც ამერიკა და ისრაელი ბომბავდნენ ირანს, დღემდე სხვათაშორის არ არის ცნობილი რა მდგომარეობაშია დღეს ირანის ბირთვული ატომური პროგრამა. დაიბომბა ეს ობიექტები ისე, რომ იქ ყველაფერი განადგურდა, თუ რაღაცა დარჩა, არ ვიცით და ალბათ არ ვიცი როგორ გავიგებთ, იმიტომ რომ ირანზეა საუბარი და აქ არ არის საუბარი საჯარო ინფორმაციაზე, მაგრამ აი ეს 12 დღიანი ომი ნამდვილად დასრულდა ამერიკის მედიატორის, როგორც მედიატორის როლის შემსრულებლის. რაც შეეხება გაზას სექტორს და რაც შეეხება კონფლიქტს ისრაელსა და ჰამას შორის, ოქტომბერში ჰამასმა გადასცა ისრაელს ბოლო 20 ცოცხალი მძევალი, რომლებიც აიყვანეს მძევლად 2023 წლის 7 ოქტომბერს, გადასცა რამდენიმე ცხედარი, კიდე რამდენიმე რჩება, მაგრამ კიდევ და კიდევ ერთხელ ძალიან ნაადრევი იქნება საუბარი სრულ მშვიდობაზე ახლო აღმოსავლეთში, სიტუაცია იგივე ირანში, სიტუაცია სირიაში, სიტუაცია ისრაელში. გვეუბნება იმას, რომ ჯერ იქ მშვიდობაზე საუბარი არ არის. მოკლედ მე მინდა ვთქვა ორი სიტყვა ტრამპი და ევროპა. ევროპის კონტინენტი, ევროპული ქვეყნები ასევე მთელი ამ 1 წლის განმავლობაში სულ იყო ტრამპის სამიზნე და კრიტიკის ობიექტი. და აქ შეიძლება მე ვთქვა, ისეთი არაპოპულარული მოსაზრება გამოვთქვა, იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან რთულია არ დაეთანხმო ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც ის აკრიტიკებს ევროპას, იმის გამო, რომ ევროპა მაგალითად თუ ჩვენ საუბრობთ უკრაინაში კონფლიქტზე, ამ ომზე, ევროპამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხედავთ, აგერ სულ ცოტა ხნის წინ იყო ძალიან დიდი ფორუმი ბერლინში, ბევრმა ნატოს წევრმა ქვეყანამ გაზარდეს თავისი სამხედრო ბიუჯეტები 5-თლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე, ეს ყოველთვის იყო 2%. კი, რაღაცა ნაბიჯები აგერ სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისევ და ისევ გაუწიონ დახმარება უკრაინას და ეს თანხა შეადგენს 100 მილიარდ ევროზე უფრო მეც. გასაგებია, მაგრამ როდესაც ტრამპი ამბობს, რომ ევროპამ უნდა გააკეთოს უფრო მეტიც, რომ
ტრამპი არის მზად უფრო მკაცრი, უფრო სერიოზული სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში თუ ევროპა მაგალითად შეწყვეტს რუსული გაზის და ნავთობის შესყიდვას მესამე ქვეყნებიდან, ძალიან რთულია დონალდ ტრამპს, რომელიც როგორც ხედავთ, ჩემს დამოკიდებულებას და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ძალიან რთულია არ დაეთანხმო ამაში. კი, ევროპამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. მით უმეტეს, რომ ჩვენ საუბრობთ არა მარტო კონფლიქტზე უკრაინაში, არამედ იმის შანსებზე, რომ რუსეთმა თუ ესე გაგრძელდა, შეიძლება ახალი ომი დაიწყოს და ამ შემთხვევაში მოსკოვის და რაც თავარია ვლადიმერ პუტინის თავარი სამიზნე ევროპული ქვეყნები იქნება და ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, როდესაც გადავალთ ჩვენი ეპიზოდის მეორე მთავარ თემაზე და ეს არის კონფლიქტი უკრაინაში. სანამ გადავალთ ჩვენი ეპიზოდის მეორე ასპექტზე, მეორე თემაზე და ეს არის ძალიან მძიმე თემა, ეს არის ომი უკრაინაში, ომი, რომელიც უკვე მეოთხე წელია გრძელდება. 2026 წლის 24 თებერვალს გახდება 4 წელი, რაც უკრაინაში მიმდინარეობს ომი. სხვათა შორის დიდი სამამულო ომი, რომელზეც რუსეთში ამდენს საუბრობენ, ზუსტად 4 წელი გრძელდებოდა. მაგრამ სანამ გადავალთ ამ თემაზე, მე ისევ და ისევ მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ გამოყვეთ YouTube-ზე, სოციალურ ქსელებზე და ასევე მინდა რომ გამოყვეთ და შემოგვიერთდეთ Patreon-ის პლატფორმაზე. გახდით პირადი საქმის მხარდამჭერები, სპონსორები. თქვენ შეგიძლიათ ყველანაირი ფინანსური ვალდებულებების გარეშეც შემოგვიერთდეთ Patreon-ზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ბევრი ადამიანი გვიყურებდეს და მხარს გვიჭერდეს. 2026-ში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. გამოყვებით, დაგვიჭირეთ მხარი, დაალაიქეთ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები და მოუყევით ჩვენს პროექტზე სხვებს. დიდი მადლობა. ახლა კი ომი უკრაინაში. როგორც გითხარით, ომი, რომელიც უკვე თითქმის 4 წელია გრძელდება. იცით, მე მინდა დავიწყო ციფრებით. ზოგადად მიყვარს ციფრები, ძალიან ხშირად ციფრები უფრო მეტყველია ვიდრე სიტყვები. ომის შესწავლის ინსტიტუტის, ეს არის ამერიკული ინსტიტუტი, ძალიან ესეთ რესპექტაბელური, აი ამ ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით 2025 წელს რუსეთმა მოახდინა უკრაინის ტერიტორიის 0.77% ოკუპაცია. ანუ თითქმის 1 უკრაინის მთელი ტერიტორიის 1% დაიკავა. ეს მაჩვენებელი, ესეც უნდა აღვნიშნოთ, 22%-ით აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს 2024 წლის. მაგრამ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ესე ვთქვათ, წინსვლა რუსული ჯარის არის განპირობებული მხოლოდ ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგით, ანუ იმ დანაკარგებით, რომელსაც განიცდის რუსული ჯარი უკრაინაში. საერთოდ ზოგადად, რაც შეეხება რუსული ჯარის, ესე ვთქვათ, წინსვლას უკრაინის ტერიტორიაზე, აი ლოკოკინა, ხო იცით? ესეთი ცხოველია, რომელსაც სხვათა შორის ერთი ფეხი აქვს, სულ ცოტა ხნის წინ გავიგე. აი ლოკოკინა, აი 4 წლის განმავლობაში რომ დავთვალოთ, რა ტერიტორიაზეა საუბარი, ლოკოკინა 4 წლის წინ, რომ გამოსულიყო მოსკოვიდან, 4 წელიწადში კიევამდე მივიდოდა. აი ესეთ წინსვლაზე საუბრობთ. რაც შეეხება იმ დანაკარგებს, რომელსაც განიცდის რუსული მხარე, 2022 წლის 24 თებერვლიდან და ეს უკვე არის საერთაშორისო და სტრატეგიული ცენტრის მონაცემები და ეს მონაცემები გამოაქვეყნა The New York Times-მა, ამ გაზეთმა, ამერიკულმა გაზეთმა, შეადგენს დაახლოებით 1 მილიონ
სამხედროს. აქ საუბარი არის დაღუპულებზეც და დაჭრილებზე. ნატოს მონაცემები ეს ციფრი, ანუ დაღუპულები და დაჭრილები 4 წლის განმავლობაში აღემატება 1 მილიონ ადამიანს სამხედროს და შეადგენს 1.150.000 ადამიანს. მათივე მონაცემებით უკრაინის დაღუპულების და დაჭრილების ციფრი, მაგრამ ამ შემთხვევაში არის საუბარი არ მარტო სამხედროებზე, არამედ მშვიდობიან მოსახლეობაზე, რადგან ჩვენ გარდა იმისა, რომ უბრალოდ ვიცით ფაქტი, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სულ ახორციელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას და აი ამ ობიექტების, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას. აი ეს ციფრი შეადგენს 400.000 ადამიანს. იცით რა, ეს არ არის აბსოლუტური ციფრები, რასაკურველია, ძალიან რთულია ახლა ძალიან ისეთ ზუსტ ციფრებზე საუბარი, მაგრამ ესეთი მონაცემები აქვს საერთაშორისო ექსპერტებს. მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება უკრაინული ჯარის დანაკარგებს, დაღუპულები და დაჭრილები, სამხედროები უკრაინის მხრიდან, შეადგენს ეს ციფრი მერყეობს 60.000-დან 100.000 ადამიანს. შედარებისთვის იმასაც ვიტყვი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაკარგები შეადგენდა დაახლოებით 9 მილიონ ადამიანს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთს ესეთი სამხედრო თვალსაზრისით ესეთი დანაკარგები, ესეთი დანაკლისები არ ქონია. აქვე ციფრებს რო დავანებოთ თავი და ციფრები კი როგორც გითხარით ძალიან მეტყველია. მე მინდა მოვიყო, ანუ გავეცანი ბევრი ექსპერტის, სამხედრო ექსპერტის, ანალიტიკოსის მოსაზრება, რომლებიც თვლიან, რომ ისეთ მკვეთრ სერიოზულ წინსვლაზე საუბარი არ არის, არც ერთი მხრიდან. იქნება ესეთი შთაბეჭდილება, რომ ფრონტის ხაზი მიუხედავად იმისა, რომ კი ეს 1% კიდევ დაიკავა რუსეთმა 2025 წელს დაახლოებით 1% ტერიტორიის, მაგრამ სერიოზულ წინსვლაზე არ არის საუბარი და ფრონტის ხაზი გეგონება არის გაყინული. რატომ? იმიტომ რომ ეს წინსვლა ხდება უკრაინული დრონების დომინირების ფონზე. ეს არის 21 საუკუნის პირველი მეოთხედის თანამედროვე ომი, სადაც საუბარი არის არა მძიმე ტექნიკის წინსვლაზე, არამედ დრონების ომზე. სხვა შორის ზუსტად იგივე ჩვენ ვიხილეთ 2020-ში, როდესაც მიმდინარეობდა კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. იქაც დრონებმა შეასრულეს ძალიან სერიოზული როლი. მე არ დავიწყებ დღეს ძალიან ისეთ დეტალურ გარჩევას იმისა, თუ რა ხდებოდა აი ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას 2025-ში. ჩვენ ვისაუბრეთ უკვე იმ დიპლომატიურ მცდელობებზე, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს და როგორც ვხედავთ, არანაირი წინსვლა არც აქ არ ჩანს. და ისევ მიზეზი ალბათ არის მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთს და რუსეთის ლიდერს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ეს ომი დაასრულოს, მაგრამ მე გავაანალიზე სამხედრო ექსპერტების, ანალიტიკოსების მოსაზრებები, სავარაუდო სცენარები. როგორ შეიძლება განვითარდეს აი ეს სიტუაცია უკვე 2026-ში და შეიძლება უფრო მერეც. საუბარი არის 4 ძირითად სცენარზე. აქედან მე ვიტყვი, რომ 2 პრაქტიკულად გამორიცხულია. პირველი სცენარი ეს არის უკრაინის დამარცხება. ეს არის სცენარი და ამის ძალიან სერიოზული წინაპირობა შეიძლება იყოს ამერიკის პირველ რიგში ამერიკის მხრიდან და უკრაინის დასავლელი პარტნიორების მხრიდან დახმარების შეწყვეტა, კი ეს შეიძლება ნამდვილად გახდეს წინაპირობა და აი ამ სიტუაციაში უკრაინამ შეიძლება ეს ომი წააგოს. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან რთულია ისაუბრო ამ ომის შედეგზე იმ კუთხით, რომ აი ამ ომს ეყოლება რაღაცა ერთი გამარჯვებული ან ერთი დამარცხებული. არა. იმიტომ რომ მეორე სცენარი მეტყველებს, ანუ სამ სცენარის მიხედვით ამ ომში მარცხდება რუსეთი.
და შემდეგ რუსეთში იწყება რაღაცა ძალიან მძიმე ქაოტური პროცესები და ლამის იმაზეა საუბარი, რომ რუსეთი შეიძლება დაიშალოს. ისევ და ისევ ექსპერტები თვლიან, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა და სხვათა შორის აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველ რიგში არც დასავლეთი არ არის და ამერიკა მით უმეტეს არ არიან დაინტერესებულნი იმაში, რომ ეს სცენარი მოხდეს და რუსეთი დაიშალოს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ბევრი არაპროგნოზირებადი მოვლენა და ჩვენ საუბრობთ ბირთვულ იმპერიაზე, ქვეყანაზე და ეს ნამდვილად არ შედის დასავლეთის ინტერესებში. მესამე სცენარი ამ ორისგან განსხვავებით უფრო სავარაუდო, არ ვიცი, ეს არის პოზიციური გახანგრძლივებული ომი, ის ომი, რომლის მოწმეები ჩვენ ვიყავით 2025-ში, როდესაც არ არის მკვეთრი წინსვლა, არ არის მკვეთრი რაღაცა გამარჯვებები არც ერთი მხრიდან და აი სულ მიმდინარეობს ესეთი წინწაწევა, უკან წაწევა. და მეოთხე სცენარი მეტ-ნაკლებად ალბათ ყველაზე რეალისტური, რომლის მიხედვით მხარეები, ევროპელი, ამერიკელი მედიატორების დახმარებით აღწევენ გარკვეულ შეთანხმებას, პოლიტიკურ შეთანხმებას, მაგრამ ყველა ექსპერტი ამას ეძახის კომპრომისულ მშვიდობას. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველასთვის ცხადია, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგება სერიოზული კომპრომისების გარეშე ორივე მხრიდან. აქ არის უკრაინის მხრიდან გარკვეულ ტერიტორიულ დათმობებზე და რუსეთის მხრიდან რაღაცა გარკვეულ პუნქტებზე დათანხმებას. როდესაც მე ვამზადებდი ამ ეპიზოდს, ვეცნობოდი ძალიან ბევრ მასალას, იმაზე რას წერდნენ მთელი წლის განმავლობაში ომზე უკრაინაში. სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა საყვარელმა როიტერის სააგენტომ ძალიან სერიოზულ წყაროებზე დაყრდნობით და საუბარი არის ამერიკულ დაზვერვაზე და შემდეგ სხვა მედიებმაც გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ეწერა, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით პუტინი არ არის დაინტერესებული არც შეთანხმების მიღწევით და არც ამ ომის გაჩერებაში. პუტინი არის ადამიანი, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად გრძნობს ახლა თავს, რადგან მიმდინარეობს ეს ომი და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია კრემლისკენ, რას იტყვის, რას გააკეთებს პუტინი, რაზე დათანხმდება, რა შეიძლება მოხდეს და ალბათ ეს ამ ადამიანს ანიჭებს გარკვეულ არც მინდა ვთქვა როგორ სიამოვნებას და გარდა ამისა, საუბარი არის იმაზე, რომ პუტინი შეიძლება არ გაჩერდეს მხოლოდ და არ იკმაროს უკრაინა და კიდევ ერთხელ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით ჩვენ შეიძლება გავხდეთ ახალი ომის მომსწრეები და აქ უკვე არის საუბარი რუსეთის ომზე ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ და ალბათ პირველი სამიზნე მათი შეიძლება იყოს ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ასე შემდეგ. აი ეს იდეა დიდი რუსული იმპერიის აღდგენის, იდეა რომ რუსეთმა დაიბრუნოს კონტროლი ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე, როგორც ჩანს და ამ სტატიის, ამ მონაცემების, ამ წყაროების მიხედვით არის ძალიან აქტუალური. ნახოთ, მე მგონია რომ 2026 წელი უბრალოდ არ მგონია რომ ესეთი გადამჭრელი წელი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ რაღაცა მცდელობებს, რომ წერტილი დაესვას ომს, რომელიც უკვე როგორც გითხარით 4 წელიწადი მიმდინარეობს. ჩვენ, რა ვიცი, ჩვენ ქართველები, ჩვენ წესით ძალიან უნდა გულშემატკივრობდეთ უკრაინას. ქვეყანას, რომელიც მთელი რა ვიცი, დამოუკიდებელი უკრაინის და საქართველოს ისტორიის განმავლობაში სულ იყო ჩვენი ქვეყნის პარტნიორი და გულშემატკივარი და საერთოდ ზოგადად ეს ტრაგედიების, სისხლის ღრა, ადამიანების სიკვდილი უნდა დასრულდეს. სლავა უკრაინე და მე მესმის, როგორც თქვენ ამბობთ, ჰეროემ სლავა.
მე ვფიქრობ, რომ 2026-ში ჩვენ კიდე ბევრს ვისაუბრებთ უკრაინაზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება უფრო პოზიტიური ამბები. და რაღაცა საბოლოოდ დასრულდება ეს არასამართლიანი ომი, რომელიც უკვე 4 წელია გრძელდება. და ბოლოს, როგორც გითხარით, მე მინდა შემოგთავაზოთ პატარა რეზუმე იმაზე, თუ რა ხდებოდა საქართველოში. 2025 წელი საქართველოსთვის უკუქცევის წელი გახდა. არა მკვეთრი კოლაფსის, არამედ მისი დემოკრატიული საფუძვლების ნელი, მაგრამ სისტემური დემონტაჟი. სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვის ლოზუნგებით ხელისუფლებამ დრაკონული კანონების პაკეტი მიიღო, რომელიც სიტყვის შეკრების და პოლიტიკური კონკურენციის თავისუფლების სივრცეს ავიწროვებდა. ამ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს კრიტიკა სულ უფრო მეტად აიგივდება მტრულ საქმიანობასთან, ხოლო დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხესთან. საქართველო დაემატა იმ ქვეყნების სიას, სადაც ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპონენტები არიან დაპატიმრებულები. პოლიტიკური საქმიანობა არის დანაშაული, ხოლო პოლიცია გადაჭარბებულ ძალას იყენებს საპროტესტო აქციების დასაშლელად. ცალკე დარტყმა იყო ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ფაქტობრივი ჩამორთმევა. ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზეზების გამო წასული ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე გამორიცხული იყო დემოკრატიული პროცესებიდან. თითქოს ისინი აღარ არსებობენ. ამ ფონზე ხელისუფლება გამოვიდა განათლების რეფორმის ინიციატივით. გაუმჭირვალე, ცუდად ახსნილი, აშკარა იდეოლოგიური მიკერძოებით და აკადემიური ავტონომიის შესუსტებით. გუცფელად მინდა რომ ვილაპარაკო მიღწევებზე, მაგრამ არ გამომდის. ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ასე ამაყობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ნამდვილად არის გარკვეული ეკონომიკური სტაბილურობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ისევ და ისევ არ აისახა ადამიანების კეთილდღეობაზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მშვიდობამ არ მოიტანა არც განვითარება და არც წინსვლა. უამრავი განათლებული და წესიერი პროფესიონალი დარჩა უმუშევარი. საბოლოო ჯამში 2025 წელი საქართველოში დაამახსოვრდებათ არა მიღწევებით, არამედ დანაკარგებით. უფლებების, თავისუფლებისა და ნდობის. განსაკუთრებულად მძიმე ეს წელი აღმოჩნდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, ყველა ჩემი კოლეგისთვის. იცით, მე 30 წელია ვარ ამ პროფესიაში. 30 წელზე მეტია ვემსახურები ამ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. და მთელი პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის სიტუაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოში დღეს მედია ჟურნალისტებისთვის, მედია გარემოს კუთხით, არასოდეს არ ყოფილა არც ერთი მთავრობის პირობებში. ჩემი ან ჩემი კოლეგების პრობლემები რა მოსატანია, როდესაც ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი ციხეში ზის. მაგრამ და ყოველთვის არის ეს მაგრამ, არსებობს ინდივიდუალური არჩევანი, შინაგანი არჩევანი, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი აკეთებს. დარჩე შენი ფასეულობების და რწმენის დამცველი, თუ შეეგუო თამაშის ახალ წესებს და დაემორჩილო სისტემას. მე და ბევრი ჩემი კოლეგა და ბევრნი ვართ. ეს არჩევანი გავაკეთეთ. ჩვენ ვეუბნებით ამ უსამართლო სისტემას და მის მმართველებს, რომლებიც ყველა ხერხით ცდილობენ ჩვენს გაჩერებას. Turn the volume up. და ამ შემთხვევაში მე დავესესხები ადამიანს, რომელიც 3 წელს გახდა ერთ-ერთი newsmaker. ხმას მოუმატეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გავჩუმდებით და არ გავჩერდებით. ეს მმართველები აკეთებენ ამას მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამო. მაგრამ აქ მე მინდა დავამატო კიდევ ერთი რამ. ზუსტად იგივე მე მინდა უთხრა ადამიანებს ევროპაში, რომლებიც ჩემი აზრით საკმარის არ აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან სიტყვის თავისუფლება საქართველოში. მე მინდა უთხრა მათ, რომ ჩვენ ევროპული ერი ვართ, რომელიც იზიარებს ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს. Our friends in Europe, turn the volume up, because we won't stop. აი ეს იყო ჩვენი ეპიზოდი 2025-ზე და იცით რა, მინდა ერთი რამე ვთქვა. ბევრ ძიმე ამბავზე ვისაუბრე. ჩემთვის პირადად ეს ძალიან ბედნიერი წელი იყო. იცით რატომ? იმიტომ რომ წელს მე პირველად გავხდი ბებია.
ჩვენს ოჯახში გაჩნდა ახალი ადამიანი ნიკო. და მე ვუსურვებ ყოველივე კარგს ნიკოს ბეტა თაობის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელს. ძალიან დიდი მადლობა. ანა, მოდი ეს არის. ეს არის ანა, რომელიც მთელი ჩვენი სეზონების განმავლობაში სულ კადრს უკან იყო, კამერის უკან იყო. აი ეს არის ანა, რომელიც ამას იღებს. ანა, გაგვიმარჯოს. მოდის 2026 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით არის წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი და ამ კალენდრის მიხედვით მან უნდა მოიტანოს ბევრი ახალი ცვლილება, არის ასოცირებული გამბედაობასთან, გამბედავ ნაბიჯებთან. მე ამას გისურვებთ სიყვარულს, მშვიდობას, სიკეთეს. Turn the volume up. გაგიმარჯოთ ბედნიერ ახალ წელს.